მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო თემასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი ერთი ბედნიერებაა ქართული ოცნების გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს. ბატონი ბიძინა ივანიშვილთან დაწყებული დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზე ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს. არასდროს საქართველოში არ იყო ეს სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწყვეტილების, რომელიც ამ საერთო დიდი საქვეყნო მიზნისკენ რითაც მივდიოდით. და ძალიან მოკლედ ასევე გეტყვით, რომ მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის რაღაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი და მე მინდა რომ დააფასოთ ყველა ეს ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. მე დავრჩები კითხვებზე, ყველა თქვენ კითხვას პასუხს გავცემ, თუ რატომ როგორ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, თითოეულ მხარდამჭერს, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას.